კაპანაძეს ალადაშვილის კლინიკიდან იზოლატორში ამ ეტაპზე უცნობია სავარაუდოდ ალადაშვილის კლინიკაში მოხდება თავად ბრალის წარდგენა ნიკა კაპანაძისთვის ამის შემდგენ შესაძლოა გაწერონ კაპანაძე რადგან როგორც ექიმი პირველებთან საუბრისას აცხადებს ახლა სწორედ მედიკოსები მსჯელობენ იმაზე როდის გაწერონ პაციენტი და შესაბამისად იზოლატორიდან კაპანაძეს შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლოში მიიყვანენ პირველ სხდომაზე რას იტყვის მძიმე ბრალდებისთვის დაკავებული კაცი ეს ახლა ყველაზე საინტერესო არის როგორც ექიმი ჩვენთან საუბრისას აცხადებს ამ ეტაპზე ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული შემოწმება არ ჩაუტარებიათ ნიკა კაპანაძისთვის არც სამხარაულის ექსპერტები გამოჩვენილან ალადაშვილის კლინიკაში პაციენტის მდგომარეობა სტაბილური არის ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ არის და ასევე საბადრაკო სამსახური მეთვალყურეობს მის პალატას სადაც ის ყავთ მოთავსებული მის მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, თქო უნდა ადეკვატურია იმყოფება. განყოფილებაში მას თავზე ადგას პოლიციაც, თქო უნდა. და განვიხილავთ მისი გაწერის საკითხს. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი ეს არ არის. დღეს ვიაპირებთ გაწერას? ვერ გეტყვით გადასაწყვეტი საკითხი. კვლევები ჩაუტარდა რამე თუ შეგიძლიათ გითხრათ? დიახ, ყველა კვლევით მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ფსიქიატრიული შემოწმება თუ ჩაუტარდა? ფსიქიატრიულ შემოწმებაში ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან არ საჭიროებს თუ ექსპერტიზა მოითხოვს ამას შემდეგ ჯერჯერობით შეიძლება ეს გაკეთდეს თუმცა ჩვენი მისახელი საკითხი არის ამპუტირებული თითი და ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია. სამხარაულის ექსპერტები ხომ არ იყვნენ მასთან პალატაში შესული? არა. არა. პირველებმა დღეს შანიძის ქუჩაზე ის საცხოვრებელი სახლი გადავიღეთ, სადაც ხელბორკილები ნიკა კაპანაძეს დაადეს, როგორც კაპანაძის დეიდამ გვიჩვენა. თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი მეორე სართულზე საცხოვრებელი სახლის ბინასთან მივიდნენ, შეამტვრიეს კარები, ეგონათ რომ დაკავებული იმყოფებოდა სწორედ მეორე სართულზე, თუმცა რეალურად ნიკა კაპანაძე გამაგრებული იყო, შეიარაღებული მესამე სართულზე და გაგვიღო დღეს დაკავებულის დედამ ის ოთახი, სადაც კაპანაძე იმყოფებოდა ამ დრომდე სისხლის კვალი ეტყობა სწორედ იმ ადგილს, სადაც მოხდა კაპანაძის დაკავება. დაკავებულის დედა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კერძო ადვოკატი მათ დაქირავებული არ ყავთ. სავარაუდოდ უახლოეს საათებში ისინი შეხვდებიან უფლებადამცველს, გაესაუბრებიან და იქირავებენ და შემდეგ ადვოკატი დაესწრება ბრალის ოფიციალურად წარდგენას, რომელიც მოხდება ალადაშვილის კლინიკაში. ნიკა კაპანაძეს მძიმე ბრალდებას უყენებს საგამოძიებო უწყება, არსებობს ბუნებრივია მტკიცებულებები მის წინააღმდეგ, მოწმეთა ჩვენებები, თავად დედაც ადასტურებს, რომ სწორედ კაპანაძე იყო ის პირი, რომელმაც არასრულწლოვნებს ცეცხლი გაუხსნა და მის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სამწუხაროდ 17 წლის აბიტურიენტი გარდაიცვალა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს, საავადმყოფოში შეყვანის თანავე გარდაიცვალა 17 წლის ბიჭი.